პირველი ტურის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნოდარ სიმსივე იყო. მან ჟიურის სიმპათია რეპორტაჟის წაყვანის განსხვავებული და არაორდინალური მანერის გამო დაიმსახურა. საერთოდ წიგნთან ვიყავი შოუს. საერთოდ შოუს ვიყავი პირველად წიგნთან დაახლოვება. მოხდა ფეხბურთით, ანუ რაული შემაყვარა მთლიანად ესპანეთი, იმან მიმიყვანა უკვე კულტურამდე და მთლიანად მე მაგალითად გეოგრაფია მასწავლა ფეხბურთმა. ესე ეგრეც არის, მაგრამ უბრალოდ სანამ წიგნს ავიღებდი და 2 საათი ვიყავი და არ ვსწავლობდი. მოხდა იქ ყველაფერი. ეს მოხდა სანამ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში, თეატრალურში. სკოლის პერიოდი ესე მერვე მეცხრე კლასი. კაი, ეხა ფეხბურთი უფრო გიყვარს თუ წიგნები? ორივე. ნოდარ, მიდი. მაშასე თქვენს წინაშია თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი, სადაც მიმდინარეობს საქართველოს უმაღლესი ლიგის. ახლა უკაცრავად მარცხენდაფთიდან გორელიშვილი უტევს გადააწოდა გადაცემა. ცველები თამაშობენ კარგად, ტორპედოელები გამოაქვთ, თუმცა დროებით კვლავ გორელიშვილია ბურთთან მარჯვენა ფრთაზე აკეთებს გადაცემას. კახელიშვილის მისამართით კახელიშვილი დაიძრა იქ ნახოთ მარჯვენა ფრთიდან კეთდება გადაცემა. ცველები თამაშობენ კარგად, გამოაქვთ, თუმცა კვლავ ბურთთან გორელი ფეხბურთელები არიან უკან. კეთდება გადაცემა სალუკვაძე აქეთ ბეჭვაიას მისამართით აკეთებს გადაცემას. ბეჭვაია კიდევ უფრო გვერდზე ონიანი თავად დაიძრა აქეთ მარცხენა ფრთაზე. კვირკველია იხსნებოდა, მაგრამ არა, სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ეხლა გრიგალაშვილი მივიწევს და კვირკველია წესები დაარღვია ამ ეპიზოდში. გრიგალაშვილის წინააღმდეგ და ეხლა მოედნის ცენტრში გორელი ფეხბურთელები გაითამაშებენ აი ამ სტანდარტულ სიტუაციას. განმეორებით გვიჩვენებენ ამ ეპიზოდს. გორელიშვილმა ძალიან კარგად ითამაშა, მარცხენა ფრთიდან გაცდა რიგოვას, წინ მოდებაძის მისამართით კარგი გადაცემა გააკეთა, თუმცა საბოლოოდ ბურთი მოდებაძემ ვერ შეინარჩუნა და დაკარგეს ბურთი. გორელმა ფეხბურთელებმა საკუთარ ნახევარზე ეხლა გორელები იწყებენ. ახალიერი, სალუკვაძე, მარჯვენა ფრთაზე შაშიაშვილი ნახოთ წინ აკეთებს ძლიერად გადაცემას. ბურთისათვის ბრძოლა კახელიშვილს ტაბატაძე მჭიდროდ მეურვეობს. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლა კახელიშვილი უკან იხსნება არა, მარტო თავად დაიძრა კახელიშვილი. ახლა ბეჭვაიასთან შეიძლება კარგი გადაცემის გაკეთება, გააკეთა ბეჭვაიას მისამართით გადაცემა. ბეჭვაიას კვირკველია ეხსნება. კვირკველია მარცხენა ფრთიდან მიიწევს წინ ძლიერი გადაცემა. ნახოთ ბურთისათვის ბრძოლა დაკარგა ეხლა მოდებაძემ კიდევ ერთხელ ბურთი და ეხლა ახალი კონჩეტების საშუალება ეცლებათ ტორპედოელ ფეხბურთელებს. დათუნაიშვილი მარცხენა ფრთაზე ტაბატაძე იხსნება. დროული შეტევა საჭირო, ხედავთ ფონს ძალიან ლამაზია, როდესაც ქართულ სტადიონებზე მრავლად არის მაყურებელი, რასაც პერიფერიები ყოველთვის დაიკვეხნიან ამით. სამწუხარო დედაქალაქზე ამას ვერ ვიტყვით. ყოველთვის მრავლად არიან მაყურებლები მისული სტადიონზე. აი ახლა გრიგალაშვილის შორი მაძილიდან კოსტენკენი. აი ახლა მიუტევებელი შეცდომა და საბანაძემ გაიტანა ბოლო წუთებზე 93 წუთზე მარინ სკენდერის მიუტევებელი შეცდომა. ვისაც გვახსოვს ეს მეკარი აი ამ სეზონში აი ესეთი შეცდომა მარინ სკენდერს არასდროს დაუშვია და ახლა მიუტევებელი შეცდომა მარინ სკენდერის. გრიგალაშვილის შორეული დარტყმული ვერ შეიმაგრა ბურთი, არასწორი პოზიციით. აი ნახეთ განმეორებით ცდილობდა ბურთის შენარჩუნებას, აი დაუფლებას, მაგრამ დაკარგა იქვე აღმოჩნდა საბანაძემ. ესეც ერთ-ერთი ნიჭია ფორვარდის, იქით სადაც უნდა მდგარიყო. აი ნახეთ, კარგად იქვე დაამატა ფეხით, გაიქცა ანგარიში 1-0 და ესე დასრულდება. ალბათ უკვე ბოლო წამები ეს შეხვედრა. კიდევ ერთხელ განმეორებით საბანაძის ძალიან კარგი თამაში. თავიდან აღსანიშნავია გრიგალაშვილის და იქ ცირეოდენი რიკოშეტი, იყო ცირეოდენი და აი საბანაძემ საბოლოოდ წერტილი დაუსვა დღევანდელ შეხვედრას, შეიძლება ითქვას. ნოდარ, ამ ემოციით შენ შეიძლება თამაშის ბოლოს სასწრაფოდ აღჭირდეს და ცოტა უფრო ხო, აი ამას გეუბნე, კარგია, ცუდი არ არის რაღაც. აი ესე თავიდანვე ხო, კი, ძალიან ხმამაღლა დაიწყე რა პირდაპირ. კარგია, კიდე გეუბნები, ეს ცუდი არ არის, შეგიძლია, ხო, რა ვიცი, მე მგონი ჩანს, რომ შეგიძლია ამ
თამაშის წაყვანა, მაგრამ კიდევ იმეორებ ხა ამ 90 წუთი ამას ხო ვერ გაუძლებ შენ. შენ რო ესე დაიწყო თამაშის წაყვანა, რომ ბურთი რო გაუგორებე, ხო, მე-15 წუთზე ჰაერის საერთოდ აღარ გეყოფა და უკაცრავად ბატონო დავით, თავის მართლების ამბავში ერთ რაღაცას ვიტყვით, რომ უბრალოდ თავიდანვე იმიტომ დავიწყე, რომ ეს 3 წუთიანი რო იყო მეთქი მაქსიმალურად. მივალთ, მაგას მივალთ. ჩვენ გეტყვით ყველაფერს. არა, დიახ, უბრალოდ მე ისე ვამბობ, აქ მართლების. კაი, არა, არაფერი თავის მართლება არ გინდა, მე არ ვიცი. ეს არის პირველი ტური რა, კიდევ ხა პირველი ტურისთვის, აი ის რაღაც ემოცია რო გამოამჟღავნე, ემოციური ადამიანი ხარ, გეტყობა და თამსახიობი ხარ, შეგიძლია უფრო მარტივად რა, ნუ და არ არის ეს აუცილებელი, აი დაძაბვა და ზედმეტი დრამატიზირება ამას არ ჭირდება რა. დარტყმა არის. შემიძლია მე ახლა სიხარული გამოვხატო აი მითი მაგალითად. 3 წუთი ეს ეპიზოდი. და არა ყვირილით, აი მასია. მე ეს ეპიზოდი მაქვს მრავალჯერ ნანახი უკვე ბევრი კონკურსანტმა გაიარა ეს ეპიზოდი და 3 წუთში ისე დაიწყე რომ მარტო შენ გიყურებდი, ეკრანისთვის არ შემიხედია რა. იმიტომ რომ ძალიან ემოციურად დაიწყე. ძალიან კაი აი ისეთ თქმა შენ გინოდა 3 წუთი გინოდა რომ მაქსიმალურად გამოგეყენებინა. ეს 3 წუთი იყო ყველაფერი დავინახეთ ჩვენ რაც შეგიძლია 3 წუთი შენ თავსაც ელაპარაკებოდი ჟესტებითაც მიყავს თითქოს ეკრანს ესაუბრები ვიღაცა გიზის წინ და ისე უყვები ამ თამაშს ეს ძალიან კაია მაგრამ უბრალოდ დიახ, გასაგებია. გამოცდილებიდან დიახ, რა თქმა უნდა, რომ 90 წუთი ამას ვერ გაუძლებ. შენთვის ვიძახი. დიახ, რა თქმა უნდა, დავრჩები წოდაში მოკლედ 90 წუთი ვეზეშო. მე პირადად ძალიან მომეწონა, ანუ ყველაფერი იყო, ფეხბურთის ცოდნაც იყო, კომპეტენტურობაც იყო, ანუ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უშუალოდ ცოდნაც იყო, ძალიან ბევრი კარგი მომენტები იყო ამ 3 წუთში, ჩაეტია ის, რომ მე შენ ძალიან შორს დაგინახო, უბრალოდ ეს უნდა გაითვალისწინო, შემდეგი ტურებში სხვა დავალებები იქნება, შემდეგ ტურებში სხვა და უფრო არ გაგიჭირდეს. ამის და გამო და შენი ემოცია შენს საზიანოთ არ გამოდგეს რა. კაი ბიჭი ხარ. გილოცავ კიდევ ერთხელ. გადავედი მე. მეორე ტურში გადასული. დიდი მადლობა რა. კარგად. გადახვედი. ახლა იმ ძოლე მესამე. ძალიან გახარებულია პირველად წავდექი ეს პროფესიონალებთან და ბედნიერად ჩემი ოცნება კიდევ გეუბნებით ერთ-ერთი აი სახიობობასთან ერთად ეს დგას რა. აი ჩემი აუხტენელი ოცნება რომ კომენტატორი, ოღონდ კომენტატორი რომელიც ხელოვნების დონემდე მიიყვანს თავის პროფესიას რა. მონოსპექტაკლს ვინც გააკეთებს. კომენტატორი როგორც მარტო სპორტული კომენტატორი არ მხიბლავს რა. კომენტატორი რომელიც აი მონოსპექტაკლს შეთავაზებს მაყურებელს